სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საქველმოქმედო ფონდში დენიზა სუმბაძის წიგნის გიორგი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება ქართველი ერის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. აქ პირველად და სრულიად ახალი ხედვით არის წარმოჩენილი ქართველი ერის ისტორია და ერის ისტორიასთან გამთლიანებული ბაგრატიონთა სამეფო ტახტის მისია, რომელიც გიორგი მთაწმინდელს წინასწარმეტყველებაში აისახება. ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში. წიგნის რედაქტორი ზურაბ რატიანია გიორგი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება ქართველი ერის შესახებ გამომცემლობა გახდება არ აიღო თავის თავზე მსოფლიო ქრისტიანობის გადარჩენისა და მასზე ზრუნვის მისია. და ისევე როგორც საქართველოს თორნიკე ერისთავის დროს აკაკი წერეთელი წერს, რომ თორნიკე ერისთავი რომ დაეხმარა ბიზანტიას, ეს იყო არა მხოლოდ სახელმწიფოს დახმარება, არამედ ქრისტიანობის გადარჩენის მისია იყო ქართულ ხალხზე. და დღეს იგივე მისია და იგივე პასუხისმგებლობის წინაშე დგას ქართველი ერი. დღეს ისევე სჭირდება ქრისტიანობას გადარჩენა, როგორც თორნიკე ერისთავის დროს. ეს არის ახალი ერის მისია და ეს წინასწარმეტყველება დევს გიორგი მთაწმინდელის სავედრებელში პავლე მოციქულისადმი. ამ პრობლემებს ეძღვნება ჩვენი წიგნი. დენიზა სუმბაძემ ძალიან დიდი ეროვნული და საღვთო საქმე გააკეთა. მან საქართველოს ისტორიას შეძინა პოპულარ ენაზე დაწერილი წიგნი გიორგი მთაწმინდელის შესახებ, რომელიც უპირველეს ყოვლისა ფართო მკითხველის ყურადღებას იპყრობს და მისი იდეები და მისი აზრები დღევანდელობის თვალსაზრისით გაცნობიერებული ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას.